მათი თამაშობს. მათი ფეხბურთს თამაშობს. ხედავთ. ისე მომწონს ეს ჯინსის ქურთუკი, რომ მეტი არ შეიძლება ძალიან და ეს არ ჩამოვიტანე გოგოებო სამწუხაროდ სათვალე და მავიწყდა. მინდია ისეთი ამინდია რომ ბავშვი მას გაიხარ. რა ლამაზია გოგოებო ეს ის რა ქვია ჯინსის კურტკა ძალიან მომწონს. არ მეგონა ესეთი ლამაზი თუ იქნებოდა ჩაცმული რავი ძალიან ლამაზია. ყველა სიტყვით ეს სეზონი კარგად შუქიანთია. კარგად გამოვიყენებ, ძალიან მომწონს, თუმცა მინდა ასევე პიჯაკი. ძალიან მინდა რომ ვიყიდო ეს მაჩუქის. მაჩუქი და ძალიან ლამაზია. თან თბილია. ჯინსი არ მქონია მე. და ესეთი თბილი თუ იყო არ ვიცოდი რავი. თბილიც არის და თან კიდე ლამაზი. ესეთი ამბები, რაც მოვიტანე, ბევრი არაფერი, იმიტომ რომ წვნიანი მაგ და მინდა რომ შეიჭამო, ძალიან გემრიელი გამოვიდა და მოეწონათ კიდეც მათი არაჭამს. ბანანი ვიყიდე, პური უნდა დავჭრა ახლა, კარტოფილი მინდა როგორ გავაკეთო, იცით შე? რას ამბობდი, კარტოფილი შევწვა ხავთან ერთად. ძალიან მინდა. ვისაც არ მოსწონს არა უშავს, ნუ შეჭამს. მე მინდა. კარტოფილი და მაიონეზი გუშინ ხო დავკარგე და კიდე ვიყიდე. ჩვეულებრივი ქართული მაიონეზი რო არა, ეგეთი უბრალო ძალიან იაფიანი. ვიყიდე და უნდა გავიკეთოთ მის ნიღაბი გოგოებო ამით. და ნახოთ ერთი როგორ მომეწონება. ეს ვაშლია და ეხლა ვაშლი უნდა გავუვეცხო მიყავს. ვიყიდა თავისთვის. მე ვაშლი სულაც არ მინდა. ბანანი მინდა. ბატონო. ბანანი აქციაშია ლიბრეში. მათე ყველი ხო არ წადისვა. ყველი. ბანანი? არა. ყველაფერზე. შეიძლება? არას თქმა. ამას დავჭრი. მოვიწოდება ხომ მე ამ ფარდას გაძლევა. რა იწყალია? დღეს დავიბანე თავი და დღეს აღარ წავისმევ ამას. გავიკეთებ. ეს დავჭრა. და ის რო გავატარო ინტრო.
გიმდილია. მე მაგ სპეციალური ქვაბი გოგოებოებისთვის. ესენიც მჭირდება. ეს იმისა ხო საკები მანქანის არის და ხა მინდა ქვაბი. ნამცხვრის ფორმები. საშობაო ნამცხვრის ფორმები. საშობაო ნამცხვას უაცხობენ. მაგის ფორმებია ეგენი. და ხლა ხდება ესეც ვნახოთ ბარე. ესეც კვერცხის ჩასალაგები. ვაზა უკვე შეგებილი კვერცხი რომ ამასაც ჩალაგო ესე გასარიცხი ხო. ამას გავიცხავ რომ ხო ეს სპეციალურად მართლაც აი ბანანიანი ჯამია და Right, banaanija. Andrei ci amo, qua, ci vedo qua. Non sono ancora Shabbos. Dobbiamo es. Quindi anche anche come sai che sta scendendo. Anche come si vede via. Non c'è. Yes. Ordina mate. Შეგვიწვავ რა რამდენიმეცას რატო არა რომენები არა როგორ არა ბასაჭმელი არ უნდა ჭამომათე ჰა დედი აი რა მე ვიურობ ეგრე რო იქცევი კაცო საჭმეს არა ჭამს გოგოებო არ ვიცი რა გავაკეთო დღეს რა ჭამე მათე რა გინდა რო გაგიკეთო არც ეგ არ იცის არც ის არ უნდა რაც გავაკეთე არც იყო არ უნდა დაბლა იყო თამაშობ და გართობილია მოკლედ ბოლო დონეზე რა. ბოლო დონეზე არის გართობილი. და არაფერი აღარ აინტერესებს, აღარაფერი აღარ უნდა. მე მომხოვნე ვიურობ, მე საჭმეს უარა ჭამს.
სიმაბლეებს. მე მგონი რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ, ეს კარგად გავრეცხე. ენდო გოგოებო და ეხლა მოგავატარო. ბარემ ქვაფში რომელშიც უნდა გავრეცხე ეს ქვაბიც, ეხლა ამ ქვაფში ხა გავატარებ ამას. კარგად ამას გარეცხილი. ალახები ქონდა ზედ, არ ვიცი, წვიმები როა ალბათ მაგით. ნამცეცებს ამოვაცდი. რომც იყოს რა არაფერი არ მოვა. არც არაფერი. ესე ეხლა ამას წყალს დავანატებ. აქ ალბათ იქნება კიდე. ის გავთქვენ ხომ მინდა რომ შევწვა. ძალიან მინდა დემრელად უნდა ვჭამო ხახუთან ერთად. რატომ მინდა არ ვიცი. და ესეც უნდა წამოვადუღო ორჯერ. წამოვადუღო, გავაციო და წამოვადუღო. ესე მინდა მე. კარგად გაწიფდეს ჩემი სამლევრო. ის არა მაქვს წითელი ხახვი არ მაქვს, მაგრამ რომელი ხახვის მაქვს. იმისი ფოთლები შევყარით. აი ნახეთ, როგორ წითელია უკვე. ეს ხახვი მაინტერესებს მინდა მე. კარტოფილისთვის გავწუქნი ახლა ამას. და ამის ფოთლებს ჩავყრით. ეს მექნება გოგოებო, თავი არ მიჩასახით ახლა. მზად მექნება და მოხაშო შევღება ყველას. ეს არ მინდა, სტილო მინდა. ეს ახეთ და ახალი.
ვიფუსფუსოთ და ვიფუსფუსოთ. სანაირად ავკიდეთ. მოკლედ, სულ საქმე გოგოებო, მე აქედან ვერ ვახწევ თავს, სამზარეულოს, ვერა, სულ აქ ვარ. ვერ ვახწევ თავს. არის ხიმა კარტოფილი და მოჭრა. ასე უნდა დავჭრა ხახვი, ოჩანს. ჭრი. და რას მიგავჩხილები? ღმერთო. ენდროთი. სულ გამიწიფდა. ისეთი მაგარი აზრი მომივიდა გოგოებო. ისეთი მაგარი აზრი მომივიდა, რომ მეტია შეიძლება იცით როდის რომელ ვიდეოზე. საერთოდ ჩემ ვიდეოებს რო ვიღებ და მე ვამონტაჟებ, როცა ჩემ ვიდეოებს ვუსმენ ხოლმე. მაგ დროს ხოლმე, აი მონტაჟის დროს ძალიან ბევრი აზრები მომდის, ჩემ თავს როცა ვუსმენ და ეს არის სასწაული ძალიან მიყვარს. ეგ პერიოდი, ეგ მომენტი ვიდეოს დამონტაჟების დრო. ხო და ესეთი აზრი მომივიდა, რომ მე მაგ ძალიან საინტერესო ცხოვრება. ძალიან. ბავშვობიდან, ანუ 10 წლის არ ვიყავი იქიდან, თუნდაც უფრო პატარა. თვითეული ადამიანის ცხოვრება ძალიან საინტერესოა, მაგრამ არიან კიდევ უფრო რაღაც განსხვავებული ადამიანები, რომელსაც ცხოვრებაში ისეთი რაღაცეები გადახდა, რაც უმრავლესობას არა. აი გამორჩეულები და მე ვფიქრობ, რომ ეგეთი ადამიანი ვარ მე ზუსტად. იმიტომ რომ თქვენ იცით ხო, ნაწილობრივ ვიცით ჩემი ცხოვრება და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესოა და წიგნებზე რო ვლაპარაკობდი, აი ზუსტად მაშინ მომივიდა ესეთი აზრი, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემი ცხოვრების გადატანა ფურცელზე. ვლოგი მაქვს. ვიღებ ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი თქვენ იცით და ეს ძალიან მიყვარს და მიხარია, მაგრამ წიგნი კიდე უფრო სხვა არის. აი ზუსტად მაგ ვიდეოზე, როცა ვამბობ მე, რომ მინდა ჩემი სტილი ვიპოვო და წიგნები კითხვა განვაახლო. მე ისეთი წიგნი მაქვს წაკითხული და არა ერთხელ, რომელიც არის უნიკალური, ყველაფერი რომ მასში არის. დასაწყისიც ეგ არის და დასასრულიც ეგ არის. ყველა წიგნი მანდედან არის, მანდედან მოდის ყველა წიგნი აბსოლუტურად. და რაც კი დაიწერება, ალბათ ისიც იქნება ეგ. ხო, და ვფიქრობდი იმაზე, რომ ხო არ დამიწერა ჩემი ცხოვრება, ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამას ჩემს მეტი ვერავინ ვერ გააკეთებს. ეს ჩემი გასაკეთებელი. არის ჩემი დასაწერი. აბა რა ვფიქრობთ? მითხარით. ზოგი ხო იცით რასაც იტყვის ხა? არ მინდა რა თქვა, ეგ ყველაფერი ზოგი რას იტყვის, მაგრამ არც მაინტერესებს.
ვინც რა უნდა ითქვას, მაგრამ მე ჩემებს გელაპარაკებთ ხოლმე ყოველთვის. როცა გამოდივა და ესე ძალიან გულწრფელ რაღაცებზე ვსაუბრობ ხოლმე. რა თქმა უნდა, ეხლა ისინი მე არ მაინტერესებს. ჰეითერებს არაფერს არ ვეკითხები. ამას უნდა ალბათ დიდი მუშაობა, შრომა, რა ვიცი. მაგრამ ძალიან გულით მინდა ეს ყველაფერი. სამთავარი ეს არის, რომ სურვილი მაქვს უბრალოდ კარგად დუხს და როგორ გაკეთდა იცი. სურვილი მაქვს თავარი ეგ არის, როგორ იყო და ყველაფერი გამოვა. როცა ნახები აუცილებლად გამოვა ეხლა ისევ აპრილში, ალბათ აპრილში ან მაისიდან. შეიძლება მაისიდან, იმიტომ ეხლა რაღაც საქმეები მაქვს. კიდევ წავედი ექიმთან უნდა წავიდი აუცილებლად. მამოლოგთან ვარ მისასვლელი, მაგის სწავლები მაქვს აყიდელი, რასაც დამინიშნავს. და აუცილებლად აპრილიდან კი არა კაცო, მაისიდან გავაგრძელებ დარბაზში სიარულს. რა თქმა უნდა, გავაგრძელებ. რა თქმა უნდა. ეხლა ჩემი ძლია. განა არა. ფულის გამო არ ვიძახიან და კი რაღაცეები მაქვს ფინანსურად ეხლა მოსაგვარებელი თუნდაც ექიმი არ ვიცი რამდენს და როგორ ნამდვილი ლარისა იქნება რა ეგ წამლები რასაც დანიშნავს და ეგენი არის მოსაგვარებელი მაგრამ ნუ ეხლა 50 ლარი არაფერი არ არის უფრო ის მინდა რომ ფსიქოლოგიურად ვიყო მზად მაგისთვის ეს ყველაფერი მოვიცილო და მე მივა დარბაზში. 7 გულით. დამშვიდებული გულით. $50 ლარიღის ჩემი დარბაზი გოგოებო. ძვირი კი არ არის. და შეიძლება უბრალოდ მარტო ბილიკები არ ვიცი ყოველ დღე. ძალიან ფრთხილად მოვეკიდო მაგ ყველაფერს რა. ძალიან ფრთხილად და ვნახოთ ვიცი რომ კარგია ყოველ დღეს რო გავაკეთო. ეს ნახეთ რა ქნა ამან გოგოებო ნახეთ რა ქნა. როგორ გაშავდავს იო ეს რა სიზავს იცით? კეცს გააშავებს ისე შეღებავს. მაგრამ შეღებავს კვერცხს. ზოგის პლასტიკი მაქვს ნაყიდია რომ იცი რა თუ დასკდა. არც ეგარ არის პრობლემა ეს კიდე ვიყიდი მე სხვანაირად ვიყიდი რა ქნა. ეს იყო ფაზაკლებაში იმ დღეს ძალიან მაგარი ფაზაკლება ხონდა რა. სამრარად ხო სამრარად ხონდა. და ვიყიდი მაგით. ეს ტახაგარი ცხილია, აქ დავდგათ თუ აქ დავდგა. აქ თუ საკინტო ძალიან მაღალზე მაინც არ წავხობენ მე ბაბას. საწავლიო ხა ხვდები უკან. მე რა ბოლოს მარტო დამყავი 100-ის ბერები დასჩება ხოლმე და ვაგდებ ძალიან ხო. რო დავდო ისე რაღაცა გაიქნება შესაძლოა. ცოტა ბევრი ზეთი, იმიტომ რომ გემრიელად უნდა შევწვა. აი კარგად უნდა დავბრაწო. აი რა დავიტოვე. ეს მათეს
ეს დავიტოვე. ეხლა ამას აქვს დავაყრი. ესე ეს ბავშვობაში მახსოვს რომ მიჭამია. მისმერი არა. ამას ჩალიფერი შემოვულე. ნუ იყო შე რაც უნდა მოველა სხვათა შორის. ეს უნდა ჩაიშუშოს კარგად. ეს. აი როგორი გამოვიდა. ჩემი კარტოფილი ნახეთ გლოება. ნუ გემრიელესია. ცოტა ყემალი მაქვს აქ. ძალიან გემრიელია. მოამზადეთ და მიეთვით გემრიელად.